მოგესალმებით, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ პარის სენ-ჟერმენისა და კვარაცხელიას შესახებ, რომელიც ორ ნაბიჯშია ჩემპიონთა ლიგის ტიტულთან. ასევე ვისაუბრებთ მამარდაშვილის მომავალი გუნდის შესახებ და გიორგი მიქაუტაძის საოცარ მატჩზე. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ავიდეთ 1000 გამომწერზე. პარის სენ-ჟერმენმა არსენალის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში პარიზელებმა სტუმრად 1-0 უსმან დემბელეს გოლით მოიგეს. მატჩის ერთადერთი გოლი მეოთხე წუთზე უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასით გაიტანა. ქართველმა არსენალის წინააღმდეგ სრული მატჩი ჩაატარა და გამოცემა SofaScoresგან 7.3 შეფასება მიიღო. საპასუხო დაპირისპირება 7 მაისს პარიზში გაიმართება, სადაც პარიზელები ფინალში გასვლას ეცდებიან. ცნობისთვის კვარაცხელია ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფინალში საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. დაწერე კომენტარებში, რას ფიქრობ შეძლებენ პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებას. ხვიჩა კვარაცხელიამ პარის სენ-ჟერმენის მედიასთან ინტერვიუში საინტერესო თემაზე ისაუბრა. კვარამ ახალ გუნდში ადაპტაციასა და მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობაზე ისაუბრა. რთულია, როდესაც გუნდს შუა სეზონში უერთდები, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის დრო ცოტაა, მაგრამ ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგად შევძელი, რაც პერსონალის, მწვრთნელების, კლუბის და რა თქმა უნდა ფეხბურთელების დამსახურებაა. იმდენი მაღალი დონის თავდამსხმელი გვყავს, პარის სენ-ჟერმენისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ბევრი ძლიერი შემტევი გვყავს, მნიშვნელოვანია, როდესაც მიგიღებენ და ისე გაგრძნობინებენ თავს, თითქოს მათთან დიდი ხანია ხარ. დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვგრძნობ. აქ ისე გექცევიან, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და გააცნობიერო, თუ რამდენად ღირებული ფეხბურთელი ხარ. მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკემ თავისი ადამიანური თვისებებითა და ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა მწვრთნელი მშვიდად გიხსნის ყველაფერს, მოთამაშე უფრო მეტად ცდილობს, რომ უკეთესად ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ ყველაფერი უნდა გასცე კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. ის ფეხბურთელებს დიდი პატივი სცემს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მოახდინა, თქვა ხვიჩამ. კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. მაყოფილი ვარ, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია, მეორე მატჩი წინაა და ჩვენი საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ასეთი ატმოსფეროს ქვეშ თამაში საკმაოდ ძნელი იყო. კარგი გოლი გავიტანეთ, ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი. გამარჯვებით გუნდმა სიმტკიცე გამოავლინა. მეორე ტაიმში არსენალი გააქტიურდა, თუმცა თავს კარგად ვიცავდით. ემოციური თამაში იყო და ასეთ ემოციურ თამაშში გამარჯვება სასიამოვნოა. განაცხადა ლუის ენრიკემ. ალისონ ბეკერი ლივერპულის დატოვებას არ ჩქარობს და ეს პრობლემაა გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელსაც ზაფხულში ვალენსიასთან დამშვიდობება და ლივერპულში გადაბარგება აქვს გადაწყვეტილი. მამარდაშვილი 2024 წლის ზაფხულში ვალენსიისგან ლივერპულმა 35 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ესპანურ კლუბში 1 წლით იჯარით დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, მომავალი სეზონისთვის როგორ გადაწყდება მეკარეთა საკითხი სლოტის გუნდში, სადაც ქართველ გოლკიპერს კონკურენტად ალისონ ბეკერი დახვდება. დატოვე კომენტარი, რას ფიქრობ მარტივად შეძლებს მამარდაშვილი ალისონის ჩანაცვლებას. როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის 31 ტურში ლიონმა რენი 4-1 გაანადგურა. მიქაუტაძე თამაშში 76 წუთზე ჩაერთო და შემოსვლიდან 2 წუთში ულამაზესი გოლიც გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის პერფორმანსი SofaScoresმა 7.6 ქულით შეაფასა, რაც სტადიონზე მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. გიორგი მიქაუტაძე და რაიან შერკი მიმდინარე სეზონში ლიონის 2 გამოკვეთილი ლიდერები არიან. ზემოხსენებული ფეხბურთელების თამაში არაერთ გულშემატკივარს აღაფრთოვანებს. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში საუკეთესო დუეტი სწორედ მიქაუტაძე და შერკია. გიორგიმ რაიანის საგოლე გადაცემით 4 გოლის გატანა შეძლო, რაც საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში გამორჩეული შედეგი გახლავთ. დღეისთვის სულ ეს იყო, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რადგან არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. დროებით.